მოგესალმებით. გიორგი რომიძე გახლავართ, ფიზიკის ექსპერტი, ფიზიკის კურიკულუმის განვითარების ექსპერტი. პირველ რიგში მეც მინდა ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო ორგანიზატორებს ასეთი ძალიან საფუძვლიანი კვლევისთვის, რაც ერთმნიშვნელოვნად დადებითი არის იქიდან გამომდინარე, რომ გააზრებული იქნას მთელი რიგი პრობლემები, თუნდაც ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვის მიმართულებთან, მისი კონცეპტუალური ნაწილის მიმართულებით და თან შენარჩუნებული იყოს ის დადებითი ნაწილი, ასე ვთქვათ, პოზიტიური ნაწილი, რაც შეიძლება ეროვნული სასწავლო გეგმის რევიზიის დროს გათვალისწინებული იქნას და შემდგომში მეოთხე თაობის ეროვნულ სასწავლო გეგმაშიც უკვე თავისი ადგილი დაიმკვიდროს, ასე ვთქვათ. მე მგონი სწორედ ამას ეხებოდა ამ კვლევის ძირითადი მიზანიც და შესაბამისად ასეთი მსჯელობაც და ამ საზოგადოებაში ამ ყველაფრის განხილვა აშკარად პოზიტიურ როლს ითამაშებს. მე ამაში დარწმუნებული ვარ. დიდი მადლობა კიდევ ერთხელ. მე დღეს უფრო მეტად შევეხები კონცეპტუალურ ნაწილს, ვიდრე დანერგვის ხარეს, ასე ვთქვათ და ჩემი როგორც ფიზიკის ექსპერტის და საბუნებისმეტყველო საგნების, ასე ვთქვათ, ექსპერტის გადმოსახედიდან ვისაუბრებ იმაზე, თუ რამდენად არის შესატყვისი მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმის ძირითადი პრინციპები საბუნებისმეტყველო სწავლების სპეციფიკასთან, საგან სპეციფიკაზე გავამახვილებ ამ შემთხვევაში ყურადღებას და შესაბამისად რამდენად ბუნებრივად ერწყმოდა ეს ყველაფერი ერთმანეთს და შესაბამისად აქედან გამომდინარე შეიძლება ვისაუბროთ იმ დასკვნებზე და მოლოდინებზე, თუ როგორ არის შესაძლებელი მომდევნო ეროვნულ სასწავლო გეგმაში, მეოთხე თაობის ეროვნულ სასწავლო გეგმაში ფიზიკას, ქიმიას, ბიოლოგიას და მსგავს საგნებს, საბუნებისმეტყველო საგნებს მიუყენოთ იგივე კონცეფცია, რასაც მესამე თაობის ეროვნულ სასწავლო გეგმა აკეთებდა დაუშვათ. ან რა შეიძლება შევცვალოთ და ასე შემდეგ, ხო? მოკლედ, მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმის მოთხოვნების შესაბამისობა საბუნებისმეტყველო საგნების სწავლების სპეციფიკასთან. დავიწყოთ იმით, რომ ეროვნული სასწავლო გეგმა ზოგადად არეგულირებს სკოლებში რამდენიმე ძალიან მნიშვნელოვან მიმართულებას, ხო, რა ვასწავლოთ, როგორ ვასწავლოთ, რა რესურსებზე დაყრდნობით ვასწავლოთ, რა ღირებულებებზე დაყრდნობით უნდა ვასწავლოთ, როგორ დავგეგმოთ სკოლაში სასწავლო პროცესი და ასე შემდეგ. ანუ ეს ძირითადი დოკუმენტი, რომელიც განსაზღვრავს იმას, თუ როგორ უნდა მიმდინარეობდეს სასწავლო პროცესი სკოლაში. მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმა წინა ეროვნული სასწავლო გეგმებისგან განსხვავებით გამოყოფდა გრძელვადიან მიზნებს, სამიზნე ცნებების სახით, ასევე შედეგებს, რომელიც აღარ იყო კონკრეტულ წელზე ორიენტირებული, ანუ წლიური შედეგები ეს არ არის და ეს არის საფეხურებრივი შედეგები და შესაბამისად სკოლას საკუთარი სასწავლო პროცესი, კურიკულუმი უნდა დაეგეგმა ისეთნაირად, რომ ორიენტირი ქონოდა ამ სამიზნე ცნებების მიმართულებით. ანუ თითოეულ საგანში კურიკულუმი უნდა აგებულიყო იმდაგვარად, რომ ნებისმიერი თემა, ნებისმიერი საკითხი, რომელიც მონაწილეობს სასწავლო პროცესში და რომლის შესწავლასაც დაგეგმავს მასწავლებელი, რომლის სწავლებასაც დაგეგმავს მასწავლებელი, ერთ კონკრეტულ ან რამდენიმე კონკრეტულ მიზანს უნდა მსახურებოდეს და მის რეალიზაციას, ასე ვთქვათ, ხო? ცნებების პედაგოგიკა არის ბუნებით ასეთი, ასე ვთქვათ, რომ ყველა საგანში არის განსაზღვრული სამიზნე ცნებები, რომელთა მიმართულებითაც ხდება ცოდნის კონსტრუირება საფეხურის განმავლობაში და შესაბამისად აქ ჩდება ალბათ პირველი შეკითხვა, ეს რამდენად ბუნებრივად არის შესაძლებელი ამ საგნებში და ჩემი აზრით და არა მარტო ჩემი აზრით სავარაუდოდ ფიზიკაში, ქიმიაში, ბიოლოგიაში, ბუნებისმეტყველებაში, საბუნებისმეტყველო პროფილის საგნებში ეს ბუნებრივად შესაძლებელია და პრაქტიკამაც მე მგონი ეს აჩვენა უშუალოდ მასწავლებლებთან მუშაობის პრაქტიკამაც, რომ ესე იგი არ არის ხელოვნური გამოყოთ კონკრეტული ცნებები ამ საგნებში, რომელთა მიმართულებითაც ცოდნის კონსტრუირებაზე შეიძლება ვიზრუნოთ სასწავლო პროცესის განმავლობაში, ასე ვთქვათ. ეს სამიზნე ცნებები ახლა ასე გამოიყურება, აქ შეიძლება მე ფიზიკის მიმართულებით მუშაობდი, რომ ფიზიკის ექსპერტი ვარ და ამაზე თავს დავდებ, მაგრამ
ქიმია, ბიოლოგიაში შეიძლება რამე სხვანაირად იყო წინა თაობის ეროვნულ სასწავლო გეგმაში და მან თუ რამე მეშლება ხო შესაბამის საგნის სპეციალისტებს შემისწოროთ, ესე იგი მატერია, ენერგია, ძალა, ფიზიკური პროცესი, ესეთი 4 სამიზნეცნება იყო ფიზიკაში და არის ჯერ კიდევ მოქმედ ეროვნულ სასწავლო გეგმაში, ხო, მესამე თაობის ეროვნულ სასწავლო გეგმაში საბაზო საფეხურის სტანდარტებს გულისხმობ, სტრუქტურა, ფუნქცია, საცოცხლო თვისება, ბიომრავალფეროვნება, ჯანმრთელობა და დაავადება, აგერ ბიოლოგიის მიმართულებით ესეთი სამიზნეცნებებია და ნუ შედგენილობა, აღნაგობა, თვისება, ქიმიური პროცესი, ქიმიის მიმართულებით. რას გულისხმობ ახლა? ნუ ესენი ხო არ არის, ანუ მხოლოდ ცალკე განყენებული სიტყვები, ასე ვთქვათ, ხო? ნუ სამიზნეცნებები, როგორც მთავარი მიზანი, რომლის მიმართულებითაც უნდა დაიგეგმოს სასწავლო პროცესი, ასე უნდა შევხედოთ ამ ყველაფერს და ნუ პირველ რიგში ალბათ, როდესაც ქოუჩებისა და მასწავლებლების პირველი ურთიერთობა შედგა მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვის საწყის ეტაპებზე, დაიწყო მასწავლებლებისთვის, ასე ვთქვათ, საკუთარი საგნების ახლებურად, ახალი თვალით შეხედვის პროცესი. უნდა დაწყებულიყო ყოველ შემთხვევაში, ანუ ეს დანერგვა ამას მოიაზრებდა, რომ მასწავლებელს საკუთარი საგანი დაენახა სხვანაირად. როგორც კონსტრუქცია, როგორც გარკვეული ღერძებისაგან შემდგარი კონსტრუქცია, ჩონჩხი, რომელსაც აქვს რამდენიმე დიდი ბოძი და ასე ვთქვათ, ამაზე არის გაერთიანებული დანარჩენი ყველაფერი, ასე ვთქვათ, ხო? მანამდე ეს სხვანაირად იყო დანახული, თუ ცნებების პედაგოგიკიდან გამოვალთ და ჩვეულებრივ წიგნის არჩევს მივყვებით, არის ერთი საკითხი, მერე მოდის მეორე საკითხი, მერე მესამე საკითხი. რა თქმა უნდა, ახლა ყველა პედაგოგიკური პრინციპი და ყველა პედაგოგიკური თეორია მოიაზრებს იმას, რომ ამ საკითხებს შორის გარკვეული კავშირები არსებობს და ამაზე მასწავლებელმა უნდა იზრუნოს, რომ აჩვენოს მოსწავლეებს რაღაცა გარკვეული საკითხთა შორის მიმართებები ან თემებს შორის მიმართებები, მაგრამ როგორც ასეთი იდეა, რომ მთელ საგანში არსებობს რამდენიმე ძირითადი სვეტი და ყველა დანარჩენი ეს თემა იქნება თუ საკითხი იქნება თუ პარაგრაფი იქნება ამ ძირითადი ესე ვთქვათ ეიფელის კოშკივით ეს 4 სვეტი რო ერთიანდება ბოლოში წეროსკენ ასე ვთქვათ ამისკენ მიდის ასეთი მიმართულებით საკუთარი საგნის დანახვა პრობლემა აღმოჩნდა საბოლოო ჯამში შეიძლება ეს ყველასთვის არ აღმოჩნდა პრობლემა მაგრამ რამდენიმე მიზეზი შეიძლება ქონდეს ამ პრობლემას ჩემი ხედვით როგორც ამ დანერგვის პროცესში ჩართული ადამიანის ხედვით, ну, მოკლედ, პირველი შეიძლება ეს იყოს საგნობრივი კომპეტენციების პრობლემა თვითონ მასწავლებლებში, მეორე შეიძლება ეს იყოს სრულებების მიმღებლობის პრობლემა, მაგრამ ძალიან დიდი იმედით მინდა ვთქვა, რომ იყვნენ ისეთი მასწავლებლები, რომლებმაც ეს ძალიან კარგად აითვისეს, აიტაცეს და მოეწონათ ეს იდეა, ასე ვთქვათ. Ну, მან ორივენაირი შედეგი დაიდო ჩემი აზრით და თუმცა პოზიტიური ალბათ აქ ის არის რომ თუ ასეთნაირად დავინახავთ საკუთარ საგანს, შემდეგ გაცილებით მარტივი ხდება ყველა იმ საკითხისა და თემის სწავლების ფუნქციის დანახვა, ანუ რატო ვასწავლი კონკრეტულ საკითხს, მაგალითად რატო ვასწავლი ფიზიკაში იმპულსის შენახვის კანონი არის ასეთ საკითხი, ხო? იმიტომ რომ დასრულმა მოქალაქემ ქუჩაში რო გავაჩერებთ იმპულსის შენახვის კანონი იცოდეს, ეს ხო ასე არ არის ახლა. ძალიან ბევრმა არ იცის კი არა და რო გავაჩეროთ და გამოვიკითხოთ, შეიძლება 1%-იანი შედეგიც ვერ ამოვარდეს, ვინც ამას გვეტყვის, არა, მაგრამ იმპულსის შენახვის კანონის სწავლების დროს იმის გააზრება თუ რაღაცა მოვლენას რო დავინახავთ ქუჩაში ეს სასწაული და სურპრიზი არ გვეგონოს და სინამდვილეში ელემენტარული აღქმა მაინც გქონდეს, ასე ვთქვათ, როგორც მოქალაქეს, რომ ეს რაღაცა ფიზიკის კანონია რა, ამას უნდა ემსახურებოდეს ყოველ შემთხვევაში. ამით იმის თქვა მინდა, რომ კონცეპტუალურ ნაწილში მოკლედ მესამე თაობის ეროვნულმა სასწავლო გეგმამ საგნობრივი სტანდარტები იმნაირად მოაწესრიგა, რომ ყველა კონკრეტულ სასწავლო ერთეულს, თემას, საკითხს, პარაგრაფს და ასე შემდეგ, ხო, მისცა კონკრეტული მიზანი და მიმართულება, რომ ამას ამიტომ ასწავლი და ნუ ასე შემდეგ. და ეს არის რაღაცა ძალიან ისეთი სლაიდი ახლა აქ ჩონჩხივით არის გამოსახული, თუ დაახლოებით როგორი კონსტრუქცია უნდა აგებულიყო მასწავლებლის თავში საკუთარი საგნის დანახვის, როდესაც მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმის პარადიგმიდან გაიაზრებდა საკუთარ საგანს, ხო? თავში წერია ეს ფიზიკა,
მერე მოდის ერთ იერარქიულ დონეზე 4 სიტყვა ეს მატერია, ენერგია, ძალა და ფიზიკური პროცესი, რაც სამიზნე ცნებებია საგნის ნიშნავს, ესე იგი, ვსწავლობ ფიზიკას, ანუ ვასწავლებ ფიზიკას, ნიშნავს, რომ მე უნდა გავააზრებინო რა არის სამყაროში, ეს არის მატერია, ხო? როგორი ენერგეტიკული პროცესები მიმდინარეობს სამყაროში, ეს ენერგიის გარდაქმნები და მატერია როგორ ასე ვთქვათ, იცვლის ფორმებს ამ ენერგეტიკული ენერგიის გარდაქმნების მიმართულებით რა ხდება, ანუ ეს არის მეორე სამიზნე ცნება ენერგია, მე რა ურთიერთქმედებების ხარჯზე ხდება, ეს ყველა ძალიან ფიზიკური ტერმინების გამოყენება არ მინდა, ხო ვცდილობ ისეთი ჩაბანაცვლებელი სიტყვები მოძებნო და ბოლოს ნუ როგორი ფიზიკური პროცესები მიდის და როგორ რეალიზდება ეს ყველაფერი. მოკლედ ამ 4 სამიზნე ცნების, ამ 4 საკვანძო იდეის გაერთიანებით არის ეს საგანი წარმოდგენილი ამ შემთხვევაში. რა თქმა უნდა ეს სკოლის დონეზე, თორე სამეცნიერო თვალსაზრისით რა თქმა უნდა, ანუ უმაღლეს განათლების მიღების დროს, ან მეცნიერის მუშაობის დროს ამას შეიძლება არც უყურებდეს არავინ. აქ საუბარია მეთოდზე, როგორ დავალაგოთ და როგორ დავანაწევროთ ცოდნა და როგორ მივაწოდოთ ეტაპობრივად მოსწავლეებს, რომ ის უფრო მარტივი საქმელი იყოს. ამას ემსახურება ცნებების პედაგოგიკა. მე ქვედა იერარქიაზე მდგომი სიტყვების ეგრეთ წოდებული ქვეცნებებია, რომელიც ამ სამიზნე ცნების გარკვეული ქვესიმრავლეები არიან და წარმოადგენენ დამაკავშირებელ ხიდს საგნობრივ საკითხებსა და სამიზნე ცნებებს შორის, ანუ სულ ქვედა ბოლო იერარქიულად ქვედა დონეზე არის უკვე საგნობრივი საკითხები და ეს ძირითადად პარაგრაფის ათაურები არის, სულ ქვემოთ რაც არის აქ წარმოდგენილი, ანუ მასწავლებელი როდესაც გადაფურცლავს წიგნს, ან მოსწავლე გადაფურცლავს წიგნს, ანუ საგნობრივ საკითხებს, ან პარაგრაფებს რომ მისდევს, მას უნდა ქონოდა წარმოდგენილი, მასწავლებელს უნდა ქონოდა წარმოდგენილი თითოეული პარაგრაფის დანიშნულება რა შეიძლება ყოფილიყო, როგორ შეიძლებოდა დაკავშირებოდა ეს პარაგრაფი კონკრეტულ სამიზნე ცნებას, რომელიმე ქვეცნების საშუალებით და საბოლოო ჯამში როგორ კონსტრუირდებოდა ცოდნა, ხო? ნუ შეიძლება ითქვას, რომ ეს ერთი სლაიდი აღწერს მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმის ძირითად კონცეპტუალურ ხედვას კონკრეტული საგნების მიმართულებით და ასე უნდა ყოფილიყო ეს დასანახი, ასე ვთქვათ რა. გარკვეულწილად ამან იმუშავა იქიდან გამომდინარე, რომ მსგავსად დაიწყეს მასწავლებლებმა ჩართულ სკოლებს გულისხმობ, ახლა ჩვენ მისთანაც გვქონდა შეხება და უშუალო კომუნიკაცია, რა თქმა უნდა, ვისთანაც ჩვენ ექსპერტებს კომუნიკაცია არ გქონია, იქ ვერავის ვერ უთქვით რა ხდებოდა და აი კვლევის შედეგები ინფოაჩვენებს ამ ყველაფერს, მაგრამ ჩვენ ვისთანაც გქონდა აქტიური კომუნიკაცია, ყოველ შემთხვევაში ამ ენით ლაპარაკი მასწავლებლებმა დაიწყეს. აქ ენის ცვლილებაც ძალიან მნიშვნელოვანი რაღაც, ანუ როგორ უყურებს საკუთარ საგანს, ასე ვთქვათ, ხო? ანუ ენაზე, ამ ენაზე რო ლაპარაკს იწყებს მასწავლებელი, ეს უკვე ნიშნავს, რომ გარკვეულწილად მან გაიაზრა საკუთარი საგნის როგორც ჩონჩხის აგებულება მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმის, ანუ ცნებების პედაგოგიკის პარადიგმიდან და იდეიდან, ასე ვთქვათ. ეს სამიზნე ცნებები როგორ უნდა რეალიზებულიყო, ამას მკვიდრი წარმოდგენები ჰქონდა ეგრეთ წოდებული. ეს ამის წაკითხვას არ ვაპირებ ახლა, იმიტომ რომ ძალიან დიდ დროს წაგვართულს უბრალოდ იმის თქმა მინდა, რომ ბევრი კრიტიკა იყო ხოლმე სხვათა შორის, რაღაცა საჯარო სივრცეშიც მე ძალიან კარგად ვახსოვს გია მურღულიას და თამარ ჯაყელის ეს აინშტაინი და ბორის 40 წლიანი კამათივით იყო ეს მოკლედ ერთი წერილს დაწერდა, მე მეორე წერილს დაწერდა, რომ ეს ცნება როგორ შეიძლება იყოს მიზანი. ცნება ხო უბრალოდ სიტყვაა და ნებისმიერი სიტყვა შეიძლება იყოს ცნება და ასე შემდეგ, ხო? ნუ მან ჩემი გადმოსახედიდან იმას ვიტყვი, რომ ცნება მხოლოდ სიტყვა, რა თქმა უნდა, არ არის ან ნებისმიერი სიტყვა შეიძლება იყოს ცნება, მაგრამ ამ ცნებებს სხვა როლი აკისრია და სხვა ფუნქცია ჰქონდა. ამ მიმართულებით და სიტყვა მატერიის დაზეპირებას არავინ არ სთხოვდა მოსწავლეს. ყოველ შემთხვევაში მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმის მიზანი ეს არის, რომ სიტყვა მატერია დაიმახსოვრებინა რა არის სიტყვა ენერგია, ძალა და ასე შემდეგ. ხო, ანუ აქ თავარი მიზანი ის იყო, რომ ამ თითოეული ცნების მიღმა დგას კონკრეტული ცოდნა, კონკრეტული მოცემულობა, კონკრეტული მოცულობის, ესე ვთქვათ, გასააზრებელი დებულებები და იდეები, რომელიც იმდენად ერთნაირია ყველა სხვადასხვა თემისთვის, რომ მე ფიზიკის მასწავლებელი ვასწავლი ოპტიკას, ვასწავლი ელექტრობას, ვასწავლი დინამიკას, სტატიკას თუ ასე შემდეგ, ეს კონკრეტული იდეები უნდა გამეტარებინა ამ ყველა სხვადასხვა თემაში, სხვადასხვა საკითხების გავლის და შესწავლის დროს და ნუ შესაბამისად ამდაგვარად უნდა დამენახა პროცესი, რომ დღეს რო ვასწავლი იმპულსის შენახვის კანონს და ხვალ რო თქვათ ელექტრულ დენსაუხსნიან ზეგრო რაღაცა ელექტრომექანიკას
ელექტრომაგნიტურ ხევებზე ვისაუბრებთ, ამ ძალიან სხვადასხვანაირ გაკვეთილების დროს და ძალიან სხვადასხვანაირი პარაგრაფების დროსაც კი მე უნდა ვიფიქრო იმაზე თუ რა კონკრეტული აზრის ჩამოყალიბების მიმართულებით უნდა წავიყვანო მოსწავლის გონება პირველი საკითხის შესწავლის დროს, მეორე საკითხის შესწავლის დროს, მესამე საკითხის შესწავლის დროს, ანუ ვიფიქრო იმაზე თუ რა არის ჩემი მთავარი მიზანი ამ კონკრეტული საკითხებს ახსნისას. ამას არეგულირებდა ეს ეგრეთ წოდებული საბიზნეს ცნების მკვიდრი წარმოდგენები და თითოეული მათგანი მე ერთობლიობაში უკვე სასწავლო შედეგებთან მიგვიყვანდა სტანდარტის შედეგებთან, ხო? ეხლა ეს ყველაფერი რო რეალიზებული ყოფილიყო, კომპლექსური დავალების პირობაც, შესაბამისად უნდა ყოფილიყო შედგენილი და აგებული და მე მისი განხორციელების პროცესიც დაგეგმილი. ეს უნდა ყოფილიყო საგნობრივ საკითხთან დმაში, საკითხიდან ცნებამდე, ანუ საკითხიდან მიზნამდე მისასვლელი გზები რომ სწორად ყოფილიყო დასახული და ასე იყო ყოველ შემთხვევაში დავალების კრიტერიუმები ეს იყო ძირითადი მოთხოვნები დავალების ეს არის ძირითადი მოთხოვნები დავალების და თან იმდაგვარად ჩამოყალიბებულია რომ თითოეული კრიტერიუმი რომელიმე სამიზნე ცნებას მიესადაგება, ანუ მუშაობ დავალების კრიტერიუმზე ნიშნავს რომ თან პროცესში მონაწილეობ იმ პროცესში სწორედ რომელიც ასე მნიშვნელოვანია ხო ამ ცოდნის აგების მიმართულებით და თან ეს შეფასების კრიტერიუმები კონკრეტულ სამიზნეს ცნებებს შეესაბამება, რაც ნიშნავს რომ კრიტერიუმების შესრულებისას ავტომატურად მონაწილეობ უბრალოდ ავტომატურად პროცესია დაგეგმილი იმდაგვარად რომ კონკრეტული სამიზნეს ცნებები გააზრება ხდება მოსწავლის გონებაში და ბოლოს პროდუქტი რომელსაც მოსწავლე ქმნის ემს ეს სამი რაღაცა მოეთხოვებოდა კომპლექსური ბუნების დავალების პირობას ასე თქვა და აქ ერთ-ერთი მაგალითი ახლა ის ცხოვრებისეული მაგალითი მოყვანილი ხო ბაიკერისათვის ჩაფხუტი ერთ-ერთი მთავარი და შეუცვლელი ნაწილია ჩაფხუტის დანიშნულება ბაიკერის თავის დაცვა მის გარდა ფენა დამზადებულია მყარი გამძლე მასალისგან შიგნითა ნაწილი არის რბილი და არის ადადულად დეფორმირებადი და ესე იგი თქვენ დავალება გამოიკვლიოთ როგორ იცავს ჩაფხუტი ადამიანის თავს დაზიანებისგან და ნუ იქ წერია მე რას უნდა გასცეს მოსწავლემ პასუხი რატომ იყენებენ ჩაფხუტის გარეთ ფენის დასამზადებლად მყარ და გამძლე მასალას აღწერეთ ჩაფხუტის გარეთ ფენისა და რაიმე მყარი სხეულის ურთიერთქმედების შემთხვევა დაჯახების შემთხვევა ასე თქვათ რატომ იყენებენ შიგნით ადვილად დეფორმირება და რბილ მასალას და სხვადასხვა ტიპის ტრანსპორტში კიდევ რომელ დამცავი სისტემის შესახებ ხსმენია თქვათ უსაფრთხოების ზღვები აირბაგები და ახსენეთ მათი მოქმედების პრინციპი. ეხლა აქ საკითხი დგას როგორ ესე იგი კომპლექსური დავალება მოსწავლეს სთავაზობს ცხოვრებისეულ ძალიან მარტივ ისე რომ ყველა მიცის ხო გამოსაკვლევ ფენომენს გამოსაკვლევ მაგალითს მაგრამ ეს ყველაფერი და ამ დავალების კრიტერიუმებზე პასუხების გასაცემად უпроსტად სამუშაოდ უნდა დაიგეგმოს რამდენიმე გაკვეთილი, შეიძლება 5-6 გაკვეთილიც კი, სადაც ძალიან ბევრი ფიზიკის საგნობრივი საკითხის ახსნა, შესწავლა და გათავისება მნიშვნელოვანი იმპულსი, ძალის იმპულსი, წნევა და ყველაფერი ეს ახლა მაგას ძალიან ღრმა ფიზიკურ ტერმინებში აღარ შევალ. ანუ თუ ერთის მხრივ თქვათ წინათაობის ეროვნულ სასწავლო გეგმებში მასწავლებლის დამოკიდებულება შეიძლება ყოფილიყო ასეთი რომ მოსწავლეებო უნდა გასწავლოთ რას ნიშნავს ძალა და ძალის იმპულსი ან წნევა და ასე შემდეგ ახლა ეს ყველაფერი უნდა შეცვლილიყო შემდეგნაირად რომ მე თქვენ ახლა უნდა გასწავლოთ ან ჩვენ უნდა განვიხილოთ რაღაცა ყოფიერი ცხოვრებისეული მოვლენა რატო აფარიათ ადამიანებს ჩაფხუტები როდესაც თქვათ მოტოციკლს მართავენ და თუ ჩვენ ამას კარგად მოკლედ გავიაზრებთ ეს ნიშნავს რომ ჩვენ თან პარალელურად უნდა შევეხოთ ისეთ საკითხებს როგორც არის იმპულსი, წნევა, ძალა და ასე შემდეგ. ანუ საბოლოო ჯამში მიზანი ისევ რა თქმა უნდა იმ კონკრეტული კანონზომიერებების შესწავლაზე დადის, რასაც ფიზიკის საგანი მოითხოვს, მაგრამ ეს დაუკავშირდა კონკრეტულ, ასე ვთქვათ, ცხოვრებისეულ პრობლემებს და გაცილებით უფრო საინტერესო გახადა, ასე ვთქვათ, ასე ჩატარებული გაკვეთილია. ეს რა თქმა უნდა ამ კომპლექსური დავალების განხორციელება მოიაზრებს კონკრეტულ ექსპერიმენტებს, რომელიც უნდა ჩატარდეს სკოლაში კლასში მათ შორის და ძირითადი აქტივობები მაინც საკლასო ოთახში უნდა იყოს ყოველ შემთხვევაში გადატანილი, ხო?
ეხლა აქ მინდა ყურადღება გავამახვილოს სწორედ ამ მიდგომაზე, რომ ესე იგი კომპლექსური დავალებისთვის ეს кейსი, კონტექსტ მაგალითის მნიშვნელობა, ხო? ერთის მხრივ არის ესე ვთქვათ, რაღაცა საყოფაცხოვრებო პრობლემის დასმა, ეს ასრულებს მამოტივირებელ ფუნქციასაც, რომ დააინტერესოს მოსწავლე, რატომ უნდა ისწავლოს ის კონკრეტული საკითხი და ეს ხშირად ისმის ხოლმე ეს შეკითხვა სხვათა შორის ფიზიკაში, რატომ უნდა ვისწავლო ნიუტონის მეორე კანონი, რატომ უნდა ვისწავლო ძალა, ხო? და ასეთი მაგალითები ძალიან მნიშვნელოვანია და მეორეს მხრივ შესასწავლ საკითხს უკავშირებს ამ ცხოვრებისეულ ფაქტს და მოვლენას და აი საბუნებისმეტყველო საგნების სწავლების სპეციფიკა სწორედ ამაში მდგომარეობს რა გამორიცხულია რომ საბუნებისმეტყველო საგნის მასწავლებელს ეს არ ქონდეს გათავისებული რომ ესე იგი ძალიან მნიშვნელოვანია შესასწავლი ყველა საკითხი დაუკავშიროთ იმას რაც ხდება ბუნებაში საბუნებისმეტყველო რატო არის ხო ეს დარგები და მეცნიერებები და რატო არის ეს საგნები რომ აღწერს ბუნების მოვლენებს და ნუ გამორიცხულია ახლა რამე ისეთი საკითხი ეწეროს წიგნში ან ისეთი პარაგრაფი არსებობდეს რომელიც ბუნებაში რაიმე მოვლენას არ ეხმიანება და არ შეესაბამება და ამ მოვლენების წინ წამოწევა ყველაზე მნიშვნელოვანი ხო თუ გვინდა რომ დავაინტერესოთ მოსწავლეები და მერე გაიაზროს რატომ სწავლობენ ასე თქვა და ამდენად კომპლექსური დავალების მიდგომა რომ წინ წამოწეულიყო რაღაცა მსგავსი კონტექსტ მაგალითი საბუნებისმეტყველო საგნების სწავლების სპეციფიკას საგან სპეციფიკას ეხმაურება კი არა ნუ პრინციპში ერთ-ერთში ეთანხმებოდა ასე თქვა და ეთანხმება დღესაც. აი მეორე ნაწილი ეს კომპლექსური დავალება თავისი შინაარსით ეს არის შემოქმედებით პროდუქტის შექმნა, სწავლაკეთებით ან კეთებით სწავლებაზე ორიენტირებული ან თავიდან ბოლომდე რომ მოსწავლე თავისი ესე ვთქვათ მთელი დატვირთვით უნდა იყოს ჩართული ამ კეთების პროცესში და შექმნის პროცესში, ანუ აქტიური უნდა იყოს ასე ვთქვათ სასწავლო პროცესში და საბუნებისმეტყველო საგნებს აქვთ განსაკუთრებით ერთი ძალიან კარგი სპეციფიკა, ეს არის ექსპერიმენტები, ექსპერიმენტული სამუშაოები, რომელიც ფიზიკაშიც, ქიმიაშიც და ბიოლოგიაშიც კონკრეტულ აქტივობას და აქტიურად ჩართულობას გულისხმობს მოსწავლესი, თქვათ ეს შეიძლება იყოს რაიმე მოდელის შექმნა, კონკრეტული ფიზიკური, ქიმიური ან ბიოლოგიური მოვლენის გამოკვლევა, ექსპერიმენტის ჩატარება, ასე თქვა და ასე შემდეგ, რაც ასევე მესამე თაობის ეროვნულ სასწავლო გეგმის ამ საბუნებისმეტყველო საგნების სპეციფიკასთან თავსებადობაზე უსვამს ხას, ნუ აქაც არის ესე თქვა ძალიან დიდი კავშირი ამ ორს შორის ალბათ, ხო? აქ გაჩნდა საჭიროება ამ მესამე თაობის ეროვნულ სასწავლო გეგმის დანერგვის პროცესში მასწავლებლების კონკრეტული რესურსებით მომარაგების შემდგომ უკვე, რაც ძალიან მნიშვნელოვანი იყო იქიდან გამომდინარე, რომ ყველა ეს ზემოთ აღნიშნულის განხორციელებისთვის თქვათ უნდა კონდეს მასწავლებელს რაღაც ექსპერიმენტების ბანკი, უნდა კონდეს ლაბორატორიის შესრულების თუ განხორციელების შესაძლებლობა და ასე შემდეგ და სხვათა შორის მინდა ძალიან დიდი რა ვიცი აღნიშნო რომ ძალიან კარგი სამუშაო და ძალიან დიდი და მნიშვნელოვანი სამუშაო იქნა გაწეული ფიზიკის კოუჩების გუნდის მიერ შეიქმნა ძალიან ბევრი საჭირო მასალა და ეხლაც არის ეს და ამას აქტიურად იყენებენ მასწავლებლები Facebook-ზე ჯგუფი გავაკეთეთ სხვათა შორის და რა მთელი საქართველოს მასშტაბით ალბათ ყველაზე აქტიური და ყველა მე მგონი არ აქტიურებიც ამ ჯგუფში არის გაწევრიანებული ფიზიკის მასწავლებლებს გულისხმობ ამ შემთხვევაში და დღემდე ძალიან აქტუალურია ხოლმე იმ ჯგუფში ამ რესურსების გამოყენების საკითხები და აქ იყო წარმოდგენილი გაიდები, გზამკვლევები, კომპლექსური დავალებების ბანკი, საბუნებისმეტყველო საგნების საკითხავი მასალების რესურსების ბანკი, ვირტუალური ლაბორატორია, აი ხა რეალური ლაბორატორიის კონკრეტული ჩასატარებელი სამუშაო ექსპერიმენტის ბანკი, ექსპერიმენტების ბანკის გაკეთებას დავიწყეთ ასე თქვა, მაგრამ აქ ის არის დიდი პრობლემა, რომ ეს რეალური ლაბორატორია სკოლებში დღემდე არ აქვს. ფიზიკის ლაბორატორია, ქიმიის ლაბორატორია, ხო? ბიოლოგიის კონკრეტული რაღაც ნიმუშები, რაღაც სხვადასხვა აგებულებების, ორგანოების, ხო? ნუ ეს თუ ოდესმე ეღირსება ფიზიკის მასწავლებელი ან ქიმიის მასწავლებელი, რომ ცარცით და დაფით აუწევდეს ამ გაკვეთილების ჩატარება, არ ისწავლება ეს საგნები ცარცით და დაფით, ეს არ ისწავლება. ანუ ეს არის საგანი, სადაც მოსწავლეს უნდა აჩვენო, ესე იგი, როგორ მიმდინარეობს კონკრეტული მოვლენა.
მოვლენა თვითონ და ნახოს საკუთარი თვალით და თუ ეს მოვლენა ვერ ნახა, მარტო მის ფანტაზიაზეა მე დამოკიდებული ყველაფერი როგორ წარმოიდგინა ეს მოვლენა და შესაბამისად ყველანაირი იდეა განწირული იქნება თუ საჭირო რესურსები არ იქნა, ხო? ამის წინაშე. ეხლა ჩვენ მე მოვიფიქრეთ ესეთი რაღაცა, რომ ვიდრე ამ ყველაფერს საშველი დაადგებოდა და ყოველთვის იყო ეს განცდა, რომ მომდევნო წელს უნდა დადგომოდა ამ ყველაფერს საშველი. მაგრამ დღემდე ის მომდევნო წლები ბევრი გავიდა, ვირტუალური ლაბორატორიის ბანკი გავაკეთეთ. მთელი ქვეყნის სოფლიოს მასშტაბით, რა თუ სადმე ღია პლატფორმებზე ვირტუალური ლაბორატორიები დევს, ეს ბმულები ამოვკრიფეთ ექსპერტების გუნდმა, ეს კოუჩების გუნდმა, დავახარისხეთ ეს თემებად, საკითხებად და არსებობს უზარმაზარი, აი ძალიან დიდი რესურსები მაგ მიმართულებით და ესე იგი გავაგზავნეთ ყველა სკოლაში. სხვათა შორის ამას ბევრი მასწავლებელი იყენებს და დაიწყეს გამოყენება ამ მასწავლებლები, მაგრამ მან მეორე პრობლემას შევეჯახით. მაგის გამოყენება სჭირდება სკოლაში ინტერნეტი და კომპიუტერი და პროექტორი. ახლა გაგვეცინება, იმიტომ რომ ეგეც ძალიან დიდი პრობლემაა ჯერჯერობით სკოლებში, ხო? მაგრამ ნუ ეს რესურსები არის, არსებობს და STEM პროექტები, ელექტრონული რესურსები, წიგნები, ლინკები, წიგნები არის ხო ბევრ ძირითადად ქართულ ენაზე, ინგლისურ ენაზე, ნაწილობრივ რუსულ ენაზეც ახლა ჩვენი მასწავლებლები იმასაკის არიან, რომ ეგენა უფრო კარგად ესმით და ფიზიკის მასწავლებლებს გულისხმობ ამ შემთხვევაში და ნუ ეს ყველანაირი რესურსი რაც კი შეიძლება არსებული იყოს, ეს სახელმძღვანელოები ან მოცანთა კრებულები, ეროვნული გამოცდების მასალებიც, ყველა ეროვნული ჩატარებული ეროვნული გამოცდების ამოცანები ამოხსენით მოკლედ და დევს აქ. იმიტომ რომ თვითონაც მეცადინობენ ან სკოლაში მე-12 კლასელებს რო ამიცედნენ, ესეც დავდეთ. ვიდეო გზამკვლევები სახელმძღვანელოების მიხედვით ვირტუალური ლაბორატორიის ბანკი აქ არის, სხვათა შორის ამ ვირტუალური ლაბორატორიის გამოყენების პრობლემა რო გაჩნდა, მე დავიწყეთ და ჩვენ თვითონ მოკლედ ვირტუალური ლაბორატორიის გამოყენების მოკლე ვიდეო ინსტრუქციების ჩაწერაც წამოვიწყეთ და ესეც აქ არის ატვირთული და მაგანაც სხვათა შორის მოკლე 5 წუთიანი 10 წუთიანი ვიდეო გაკვეთილების ფუნქცია შეითავსა. მინდა გითხრათ, ისა რომ ძალიან კარგი მასალები გამოდგა ეს. მე კომპლექსური და ეს უკვე თქვი ხო, დავალებების ბანკი, კურიკულუმის დანერგვისთვის საჭირო მასალები, მაგალითად, ნუ აქ უამრავი გზამკვლევი და რესურსი ავტვირთეთ, რომ ესე იგი როგორ შეიძლება ამ კურიკულუმის შექმნა, შემუშავება და ასე შემდეგ. მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდების მასალებიც. აქ უკვე ჩატარებული მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდების ყველა ამოცანა მოხსენეთ და ესეც დავდეთ, რომ ფიზიკაში ძალიან დიდი პრობლემაა ის რა ქვია სტატუსის მქონე მასწავლებლებს ვერ პოულობს ძალიან ბევრი სკოლა და ძალიან ბევრმა უნდა ჩააბაროს ალბათ ეს გამოცდები, სახელმწიფო ამაზე უნდა იზრუნოს, თორემ ეხლა ამ ზაფხულს რა ჯოჯოხეთი ცხდებოდა, ესე იგი უამრავ სკოლას ჰქონდა ვაკანსია გამოცხადებული ფიზიკაში, ჩვენ გვევალება რომ ყველას დავესწროთ ესე ონლაინ და ძალიან ბევრ სკოლაში ფიზიკის მასწავლებლები რომ ვერ აიყვანეს იქიდან გამომდინარე, რომ არ არის კადრი. მარათონია ხოლმე ვაკანსიები რო იწყება ზაფხულში, ვინც პირველ დადებს ვაკანსიას, ის პოულობს ფიზიკის მასწავლებელს. ესე იგი, ივლისშივე თუ არ დადე ვაკანსია და აგვისტოში დადე, ცოტა დაგაგვიანდა, ფიზიკის მასწავლებელს ვეღარ პოულობდა. მე ეძებ უკვე მომიჯნავე საგნის მასწავლებელს, რომელსაც შეუძლია ფიზიკაში რაღაცა თემების სწავლება და აი ესეთი მარათონია ხოლმე ყოველ ზაფხულს. მოკლედ, გამართული ფიზიკის მასწავლებლის ძებნაზე. როგორ შეიძლება ფიზიკის მასწავლებლების რაოდენობა გაიზარდოს, ან ახალგაზრდები დაინტერესდნენ, რომ ფიზიკის სწავლება დაიწყონ. ამაზე არავინ არ ფიქრობს. ხო, მეთოდური გზამკვლევები, სუყე ამოცანები დავარქვით და აქ ატვირთული არა გვაქვს ჯერ ცოტა ისეთი საინტერესო რთული ამოცანებს ამოხსნებ, პოპულარული ლექციები, ესე იგი, თესეუსთან თანამშრომლობით სხვადასხვა მეცნიერებს, ქართველებს და ძირითადად ქართველებს, მაგრამ საზღვარგარეთ ცხოვრებ ქართველ მეცნიერებსაც მათ შორის ვიწოდით და 15 პოპულარული ლექცია ჩავდართ, სადაც მასწავლებლებს და მათ მოსწავლეებს ჰქონდა დასწრების საშუალება და ძალიან საინტერესო ლექციები გამოვიდა ეს რაღაც კითხვების დასწრის საშუალებაც. ესენი არიან ცნობილი მეცნიერები, ქართველები, ფიზიკოსები, რომლებიც მათ შორის საზღვარგარეთ მოღვაწეობენ. მე მგონი ძალიან ბევრი დრო წავიღე და ამით მორჩები. ესე იგი, სადიაგნოსტიკო შეფასების ნიმუშები, სასკოლო და საშინაო ცდები, ექსპერიმენტები, სემინარები მასწავლებლებისთვის,
აქ მთელი წლის განმავლობაში მოკლედ ყოველ კვირა 5 სემინარს ვატარებდით მე-7, მე-8, მე-9, მე-10, მე-11 კლასის საგნობრივი პროგრამების გასავლელად და თავიდან ბოლომდე მთელი ეს ფიზიკის საგნობრივი პროგრამები აქ დაფარული და 120 შეხვედრა ჩატარდა 2 საათიანი თუ 3 საათიანი შეხვედრები და ყველა ჩანაწერი არის ატვირთული აქ ვიდეო ჩანაწერი და მასწავლებლებს ჰქონდათ სხვათა შორის დაახლოებით 100-200 მასწავლებელი ამას ესწრებოდა ხოლმე ნებაყოფლობითი იყო ეს დასწრება და ესწრებოდნენ აი ეს საგნობრივი ტრენინგები ფაქტურად ზოგადი ფიზიკის კურსი გამოვიდა თავიდან ბოლომდე წაკითხული ასე თქვა და ტრენინგების მასალები და ვიდეო ჩანაწერები და ფიზიკის კურიკულუმის ნიმუშები საჭიროებს გადაკეთებას რომ მივაწერეთ ფრჩხილებში გასაგები მიზეზების გამო ალბათ იმიტომ რომ პირდაპირ ჩამოტვირთე და ჩადე მაშინ რა ქვია ეს რო არ ყოფილიყო საჭიროებს გადაკეთებას და თუ ვინმე გვირეკავდა რომ აი კურიკულუმის ნიმუში გვინდა საჭიროებს გადაკეთებას ნიშნავდა რომ ან კომპლექსური დავალება უნდა ამოცვალო ან შიგნით ისეთი ცვლილებები შეიტანო რომელიც ორიგინალურს გახდეს ორიგინალურს ნიშნავს რომ საკუთარ საჭიროებებზე დაყრდნობით სკოლის მიზანი, მისია, ხედვა, ბავშვების რაოდენობა, რეგიონი, ყველაფერი გათვალისწინებული ყოფილიყო შეგნით. ხო, ნუ ეს იყო რაც მინდოდა მე თქვა ძირითადად და მე ვფიქრობ რომ კონცეპტუალური ხედვა რაც იყო მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმის, ხო, ამ საგნების მიმართ შემდეგ ეს კარგად უნდა გაანალიზდეს რამდენად დადებითი ეფექტი შეიძლება გქონდეს მომავალში ან უკვე გქონდა ამ ყველაფერს და აი სწორედ ახლა ეროვნული სასწავლო გეგმის რევიზიის პროცესში, როდესაც მე-4 თაობის ეროვნული სასწავლო გეგმა გვექნება, ხო? ის რაც პოზიტიური იყო ამ ყველაფერში, უნდა გადავიდეს და ასე ერთბაშად მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმა ან ახალი სკოლის მოდელი რადგან დამთავრდა, ეხლა სხვა რაღაცა უნდა დავიწყოთ, ასე არაფერი რეფორმები არ კეთდება. სხვადასხვა საფეხურზე ესე ვერ გადავხტებით ვერასდროს, იმიტომ რომ ეს არ დასრულდება არასდროს რა. სამიზნე ცნებების და ზოგადად ამ ცნებების პედაგოგიკის შესაბამისობა ამ საგნებთან ძალიან კარგი არის ჩემი აზრით და ასე დაგეგმილი სასწავლო პროცესი თუ ეს ოდესმე რეალიზებას მონახავს ძალიან ნაყოფიერი უნდა იყოს წესი და რიგით. აქედან გამომდინარე ვფიქრობ რომ ეს მიდგომა უნდა გაგრძელდეს შემდეგი თაობის ეროვნულ სასწავლო გეგმაში. ჩემი განცდა ასეთია ყოველ შემთხვევაში. რაც შეეხება იმ პრობლემებს თუ რა შეიძლებოდა ყოფილიყო დანერგვის ეტაპზე მაგალითად და შემდგომ როგორ უნდა დაიგეგმოს ეს ყველაფერი რომ სწორად და ნაყოფიერად მივიდეს მასწავლებლებამდე და მოსწავლეებამდე, ხო? რა თქმა უნდა, ამას ბევრი უნდა ვისაუბროთ. ამაზეც ბევრი უნდა ვისაუბროთ, თუნდაც ეს პრინციპები, კონცეპტუალური პრინციპები როგორ შეიძლება უფრო იდეალური გახდეს, ანუ უფრო კარგი გახდეს, მაგრამ ცხადია, ერთი ხელის მოსმით მოკლედ ყველაფერი ესე გადავწიოთ და სხვა ახალი რამე დავიწყოთ, ჩემი აზრით ეს უფრო ცუდი იქნება. ხო, დიდი მადლობა და ბოდიშ ვიხდი კიდევ ერთხელ უცებ გამიგზავნა.